პროტესტმა გაჭრა იური მეჩეთოვი და ხათუნა ხუნდაძე დააქვეითეს. ცნობილი ფოტოხელოვანი და ხელოვნებათმცოდნე კულტურის მინისტრის მოადგილეები აღარ იქნებიან. ორივე მათგანი დეპარტამენტებში გადაინაცვლებს, თუმცა ჯერ უცნობია კონკრეტულად რა პოზიციებს დაიკავებენ. გადაწყვეტილების მიზეზი კი ის აჟიოტაჟი გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს მოჰყვა. ხათუნა ხუნდაძის შემთხვევაში ეს იყო Facebook-ზე გამოქვეყნებული უცენზურო ფრაზები, იური მეჩეთოვს კი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლებზე გაკეთებული კომენტარები გაუპროტესტეს. საკადრო ცვლილების შემდეგ კულტურის სამინისტროში ორი მოადგილის პოსტი ისევ ვაკანტურია. ჩვენ კულტურ გადაწყვეტილებას ვღებულობთ თვითონ სამინისტროში და ამიტომ შეიძლება ვთქვათ მე ერთს ფიქრობდი, მაგრამ როდესაც გუნდი გადაწყვეტს სხვას, მე ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. გუნდური მსჯელობის შედეგი კულტურის სამინისტროში მოადგილეობის კანდიდატების იური მეჩეთოვისა და ხათუნა ხუნდაძის სხვა პოზიციებზე დანიშვნის გადაწყვეტილება. მსჯელობა ამ საკითხზე სამინისტროში მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხათუნა ხუნდაძის Facebook-ის გვერდზე ეს სტატუსი გაჩნდა. ინტერნეტ ციურცეში კი იური მეჩეთოვის სკანდალური ინტერვიუ გამოქვეყნდა. ოდიშარიას გადაწყვეტილებით კმაყოფილია კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი. Absolutურად ვეთანხმები თვითონ პრინციპსაც გუნდურობის, ასევე ვფიქრობ, რომ რესტრუქტურიზაციის შემდეგ გამოჩნდება დანარჩენი ორი მოადგილე ვინ იქნება, როგორი კომპეტენციის, გამოცდილების და შესაძლებლობების ადამიანი იქნება. Гурис, он отвечает, да, я гурист, но меня уже вылечили. ვიდეო კადრები, სადაც მეჩეთოვი უკრაინელ ჟურნალისტს ინტერვიუს ასეთ ფორმაში აძლევს, მისი კანდიდატურის წარდგენამდე დიდი ხნით ადრე გავრცელდა. კულტურის მინისტრს მოადგილეების გადაყენება საზოგადოების ნაწილმა ღია წერილით მოთხოვა. მინისტრმა მოთხოვნას მაშინ ასე უპასუხა. გადადგომაზე საუბარი არ მიმაჩნია სწორი, არ შეიძლება. დღეს კი ოდიშარია აცხადებს, რომ სამინისტროს თანამშრომელთა იმ უმრავლესობას დაემორჩილა, რომელიც კულტურის მინისტრის მოადგილეებად სკანდალური პიროვნებების ყოფნას გაუმართლებლად მიიჩნევს. გურამ ოდიშარია სამინისტროს რესტრუქტურიზაციაზე საუბრობს და წლის ბოლომდე ცვლილებებს მხოლოდ ორი მოადგილის დახმარებით გეგმავს. ახალ მოადგილეებს იანვარში დაასახელებს.